ისლამური მთვარის კალენდრის მე-9 თვეს რამადანი ქვია. ამ თვეში მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე მუსლიმური სამყარო მარხულობს. მარხვის დასრულებას კი ბაირამი მოყვება. ეს დღესასწაული რუსუდან ძნელაძემ სოფელ ყარაჯალაში ერთ-ერთ ოჯახში გაატარა. რას ნიშნავს ისლამური სწავლებით მარხვა და ვინ არიან ის ადამიანები, ვინც მარხვისგან თავისუფლდებიან? ნახოთ დილის გაცემის რეპორტაჟი ყარაჯალიდან. ეს კახეთია, სოფელი ყარაჯალა. ახლა ამ მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვა მიმდინარეობს. დამთავრდა 30 დღიანი მარხვა, რამადანი. ისლამური მთვარის კალენდრის მე-9 თვეს რამადანი ჰქვია. ამ თვეში მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე მუსლიმური სამყარო მარხულობს. სწორედ რამადანის დროს აღინიშნება წელიწადის ორი უმნიშვნელოვანესი დღესასწაული. ბედისწერის ღამე, ლაილათ ალ-ყადრ, როცა მუსლიმები ყურანის გამოცხადებას ზეიმობენ და მარხვის შეწყვეტის დღესასწაული, იგივე ბაირამი. ჩვენი მუჰამედ პეღამბარ სალალაჰუ ალეიჰი ვასალამი ერთი დღე მშიერი იყო. იმის გულისთვის 30 დღე ვინახავ, არ ვიცით რომელი დღეა. იმამი ვეისალ ორუჯოვი 17 წელია ისლამის მკვლევარი, თეოლოგი და დღეს უკვე სასულიერო პირია. მედინას უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ახალგაზრდა იმამი თეოლოგიის დოქტორია. სოფელში მას სიყვარულის და მშვიდობის მქადაგებელ მოძღვარს ეძახიან. ისლამი შეერიგების და სიყვარულის რელიგიაა. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ მომთმენი ადამიანები. ის საზარელი ამბები, რაც დღეს ისლამის სახელით ხდება, ჩვენთვის ისევე მიუღებელია, როგორც ნებისმიერი ნორმალური ადამიანისათვის. ამიტომაც ჩვენ ვემიჯნებით მათ. ისლამური სწავლებით მარხვა მოთმინებას და სულიერ სიმშვიდეს ემსახურება. ეს დრო ღვთის დიდებას ეძღვნება. ამიტომ ჩვეულებრივზე მეტად იკითხება ლოცვებიც. მარხვისგან თავისუფლდებიან მოხუცები, ავადმყოფები, მოგზაურობაში მყოფი ადამიანები და ფეხმძიმე ქალები. ბავშვები მარხვასა და ნაზამის ლოცვას ძირითადად გარდატეხის ასაკში იწყებენ, თუმცა ლოცვის დაწყება სასურველია 7 წლის შემდეგ ოკვით. მარხვის დამთავრებას ბაირამი მოყვება. დრო, როცა მუსლიმი თემი სადღესასწაულო სუფრას აწყობს და მასპინძლობს სტუმრებს. ერთ-ერთ ოჯახში ჩვენც მოვხვდით, რადგან სუფრაზე ძირითადად მამაკაცები სხედან, სტუმრებსაც კაცები ემსახურებიან.